გამარჯობა, მე ვარ ეკახო ფერია და ეს არის 2026 წლის პირველი შეხვედრება. გილოცავთ ჩობა ახალ წელს, ბევრი სურვილი მაქვს თქვენთვის, მაგრამ მოდით ერთს გამოვყობ. მე მთელი გულით გისურვებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემს ცხოვრებაში, დაიწყოთ რაღაც ახალი, ან დაუბრუნდეთ იმ ძველს და სანუკვარს, რომლის გარეშეც თქვენი თავი ვერ წარმოგიდგენიათ ეს თქვენ და ვერც თქვენს ახლობლებს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში, დავიწყეთ შეხვედრები და ის უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მე და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მოდით ახლა მოგიყვებით ჩვენს პირველ გმირზე. სტუმარი, რომელიც იქნება, არაერთხელ ჩამიწერია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენ ქვეყანაში და გეგმავდი, რომ ჩამეწერა ახალ წლამდე. მე მოხდა ისე, რომ ცოტა გეგმები შეიცვალა და ნანი ბრეგვაძე შეხვედრებში იქნება 2026 წლის პირველ გადაცემაში. ასე რომ მიდივართ ახლა ქალბატონ ნანისთან, ეკასთან და ნატალიასთან, მე ვფიქრობ, მათ გარეშე და მათი ბედობის გარეშე უკვე მე მგონი ვერავის ვერ წარმოგიდგენია ახალი წლის დადგომა. ასე რომ თავისთავად იდეა საახალწლო გადაცემის პირველი სტუმრისა იყო, რა თქმა უნდა, ნანი ბრეგვაძე. ხელცარიელები ხო არ მივიღოთ ახლა ქალბატონ ნანისთან და მე დავრეკე ჩემს მეგობრებთან და ყველა ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა იცის, რომ ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება და მართლა ძალიან დიდი სიყვარულით ავურჩიეთ ქალბატონ ნანის და მის ოჯახს ის, რაც მე ძალიან მიყვარს და რასაც მე ხშირად ვჩუქრით ჩემს ახლობლებს. პირველი ჩაიმანიასგან, რომელიც მოამზადეს ჩაიმანიას გუნდმა. პირველი ეს არის საშობაო ჩაიმანიასი, ჩემი საყვარელი და უგემრიელესი, ეს არის შავი ჩაი და ეს არის მწვანე ჩაი. ვეჯვუდის გუნდმა მოამზადა ეს 5 სასაჩუქრე, ეს 5 რომ არ გავხსნათ, გეტყვით რომ ესეთი რომელიღაცა ჭიქა არის. მე მგონი ვარდისფერი ჭიქა ჩადეს ჩვენი სტუმრისთვის, მეც მაქვს ესეთი ჭიქები სახლში და ძალიან მიყვარს საჩუქრად როცა მივდივარ, მაგრამ ერთ ჭიქას ჩუქნი ხოლმე და შემდეგ მომავალ წელს რაღაც სხვას და ესე უგროვდება კოლექცია. და ბოლოს ასევე ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, მაიკო ჯიმშილეიშვილის ამბიანსი, რომელიც უსაზღვროდ ნიჭიერი გოგო არის, ეს ნახატი, მაჩუკა, მაიკო აკეთებს საოცარ შოკოლადებს და ჩემი სტუმრისთვის გამომიგზავნა ამბიანსის შოკოლადი, რომელიც მიგვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ სტუმართან. ერთი მე გამომიგზავნა საჩუქრად. ეს არის ამბიანსის ხელნაკეთი შოკოლადები, სხვადასხვა გემოების, რომელიც ესე ლამაზად და გემრიელად გამოიყურება. ასე რომ საჩუქრები მზად გვაქვს და წავედით ქალბატონ ნანისთან. ოლივერ, გამაცილებ? წამოდი, ოლივერ. წამა. მეგობრებო, შეხვედრების პირველი გადაცემა 2026 წლისა და ესეთი საახალწლო საჩუქარი თქვენთვის და უპირველეს ყოვლისა ჩემ თავს გაუკეთე ეს საჩუქარი, იმიტომ რომ მადლობა. მაყურებელი ამას ნახავს, იმიტომ რომ ამ გადაცემის წარდგენი არის ხუჯაძე გოგრიაშვილის კლინიკა, იმიტომ რაღაცა სპონტანურად უცებ დაიგეგმა, მადლობა ნატალიკოს იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ახლა აქ ვართ და გილოცავთ ახალ წელს, 2026 წელს. მე ვამბობ, რომ უკვე ქალბატონ ნანი ასე გონია, რომ ახალი წელი თქვენი ლეგენდარული ბედობის გარეშე არ არსებობს. წელს მართლა ისეთი მდგომარეობაა, რომ რაღაცნაირად თავს ვიკავებთ. იმიტომ რომ ეს დღე არის მხიარულების დღე. უნდა ვიქონდეს მომავლის იმედი და ესეც არის და ესეც უნდა იყოს, რაც საკვირველია და მე იმედი მაქვს, რომ ყოველი ახალი წელი ის იქნება უკეთესი და მშვიდობის და სიყვარულის წელი. ამიტომ, მაგრამ რა საკვირველია ბედობის რატომღაც ესე მოდი, არც არავის არ ვეუბნებოდი ერთხელ. როგორ ხდება მართლა? როდის ჩაეყარა საფუძველი ამ ტრადიციას? რამდენიმე წლის წინათ ჩამოსული იყო ჩემი საყვარლესი ადამიანი და უახლოესი მეგობარი ჩვენი და საყვარელი ოჯახი
თორაძეების და იყო ლექსო ჩემთან. იყო ისე რა ქვია, ბაშმეტი ხო? ბაშმეტიც იყო მე. ხო, ბაშმეტი და ძალიან რაღაცა მუსიკოსები შეიკრიბენ და მე ნატალია რასაკვირველია ჩვენი ნიკოლოზ რაჭველი. ისეთი საღამოში გარო ისეთი მხიარულება იყო და სიყვარული და სიმღერა რომ მე ასეთი აზრები არ მომდის ოტომხაც მე მგონია ნიკამ თქვა რომ მოდი ეს დღე ჩვენ ღია დღე დავარქვათ რომ ვისაც უნდა მოვიდეს ასეთაც არ არის ახლა ვისაც უნდა კი არა მაგრამ იცი ჩვენი წრის ადამიანები მუსიკოსები ხელოვანი ხალხი ყველა კეთილშობილი ადამიანები და წესიერები ეს უცბად გაიღება კარი მოდის რაღაცა ისე და ყველა მიხარია მაგრამ წელს ჩვენ ძალიან დიდი ტრამვები მივიღეთ. მე არა ვარ ძალიან გახარებული რომ ისეთი ახალი წელი მოდის. თან მინდა რომ ესე კარგი იყოს. მაგრამ არ ვიცი როგორ იქნება. ეთქი რამდენიმე დღე მე ვაპროტესტებ. ხო? თუმცა კი მესმის და ძალიან ვაფასებ და ძალიან დიდი მაგალითია რომ აი ამ ხნის ადამიანმა თქვა რომ მე არ ვთვლი რომ ქვეყანაში ისეთ სიტუაცია რომ მე დღეს 2 იანვარს ხო და ჩემთვისაც ცოტა უცნაური იყო და არ ველოდებოდი. ხო. მეც რომ მგონია რომ ემპათიის შეგრძნება მაღალ ხარისხში მაქვს, თუმცა თურმე არც ისე. იცი რა საქმე? ისე თქვა მინდა ბოდიში ვიხდი. ესე ვარ გაზრდილი, აი დედაჩემისგან და ნანისგან ვიცი რომ როგორც შეხვდები ახალ წელს და როგორც შეხვდები ბედობას, ისე მიდის მთელი წელი. ნუ ხა ეს შეიძლება იყოს სრულწმენა თუ რაღაც, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესე რომ იზრდები, მე შენც ესე გჯერა. მოდით მითხარით ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ამბავი, სასიხარულო. რაც მოხდა 2026 წელს, კიდაც პროფესიული, კიდაც ეს იყოს აი ერთგვარად შევაჯამოთ 2025 იცი რა უკვე იცი როგორ უყურებ ამ ცხოვრებას თუ რაღაცა ექსცესები არ ხდება უკვე კარგია თუ ჯამრთელად ვართ ისე რომ აი შეგვიძლია გადაადგილება აგერ ყავს ნანი რომელიც არის მაგალითი რომ არის ის როგორც დღეს არის უკვე კარგია აი ასეთი ფილოსოფიით ვარ მე რაღაც გამსჭვალული მაგრამ შეიძლება უკვე აღნიშნო ვთქვათ ნატალიას წარმატება უცხოეთში წასვლა იქ გამარჯვება არა უკვე იმას აქშია რომ კონკურსები მე მგონი მორჩა ჩემი ქალიშვილი მაგრამ დიპლომები ხო სადღაც 34-ის უკვე და ამიტომ ჩემი სიხარული უკვე არის ამის წარმატება როგორც ნანი იძახის რომ მე კი დავამთავრე ეს ყველაფერი მაგრამ ეხლა მე მიხარია რომ თქვენი წინსვლა იყოს თქვენი რაღაც გამარჯვება ესეთი პატარ-პატარა რაღაცები უნდა აღნიშნო კი არა აღიქვა რომ რა ბედნიერება მე სულ იმედით ვარ ღმერთმა დამიფაროს რომ იმედი არ მქონდეს ცხოვრების მე ხო რამდენი წლის ვარ ხო სულ მავიწყდება რამდენი წლის და რაღაცა გეგმების მე ვფიქრობ რომ კიდევ კაი ხმამაღლა არ ვამბობთ რა იტყვი არ გაგიშტოს რა გეგმებია თან ქალბატონანი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ქალების მაგალითები მაგალითად ლანა ღოღობელი მაგალითად ნანი ბრეგვაძე მაგალითად თუ წავედით მსოფლიოში ჯეინ ფონდა რომელიც არის სერიალებშიც იღებენ კლავიშის აქტივისტი ეს ისეთ იმედს გაძლევს და ისე მოტივაციას ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია და აღფრთოვანება არის ჩემთვის ლანა ღოღობელიძე ეს რა არც ვიცი რა არის ამას რა ექვია არ ვიცი ეს არის ეს ღმერთმა აი ესეთი ადამიანი გვაჩუქა ყველა არიან ნიჭიერები არიან ლამაზები არიან რაღაცა თავიანთ საქმეში ყველაფერი მაგრამ ეს კალი არის მთლიანად მოცული რაღაცა იმისთვის რომ შენ ჯერ როგორ მსჯელოს მეტყველებს წერს კიდევაც რასაკვირველია და როგორი გვიყვარ ხარ ქალბატონ ლანა ძალიან გვიყვარ ხარ და მოგიჩქართ ჩემი კუმირია ნამდვილი და ერთი
კვირისინ რა სილამაზე რა ლამაზი იჯდა ლამაზია ლამაზი მე ყოველთვის მოწოდა სხვადასხვა და მინდა რომ ნედა რა ბედნიერება იქნება 100 წლის რო გახდება და აუცილებლად უნდა გადაიხადო რაღაცა მსოფლიო შენი 90 და ქალბატონილანას 100 ხო რა მოვლენას გამოყოფდი შენ ნატალი მე სევდიანი იმით უნდა შემოვიდე რა ქვია ნოტებით იმიტომ რომ გარდაიცვალა მამა ჩემი რომელიც კი უბრალოდ რომ ამ ამბიდან მე მგონი ჯერ კიდე ბოლომდე ვერ გავიაზრე რა ხდება და ვერ აღვიქვა. აი ხან ჩემ თავს ვეკითხებ რომ სად წავიდა ეს კაცი ვერ ხვდები. მაგრამ მაინც მაგ ფაქტშიც რაღაცნაირ მადლიერებას უფრო ვხედავ ვიდრე ტრაგიზმს და რაღაც დიდ გლოვას, რა თქმა უნდა, უზარმაზარი დანაკლისია, მაგრამ შეიძლება და ბევრად უარესად ყოფილიყო ყველაფერი, ბევრად მეტი ეწვალა, ჩვენც გვეწვალა. ესე არ მოხდა. თქვენი ურთიერთობა ეს იყო, აი, მეგობრული? ხო, ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობა იყო ასაკობრივი. ანუ რაღაცა უფროსი მშობელი იყო რა, ასაკობრივად. აი, მგონია რომ ყველაზე სწორ აი რამდენიმე რაღაცა აქ ნათქვამი ისეთი, რომელიც უბრალოდ არასოდეს არ დამავიწყდება და ყველაზე ესეთი პროგრესული ადამიანი თუ გეტყვის მაგას და შენი თანამედროვე და მით უმეტეს მამაკაცი და მით უმეტეს მამა რო არ უნდა გეუბნებოდეს აი ისეთი რჩევები მახსოვს რა მისგან. აი თან დისტანცირებული იყო და თან რაღაც მომენტებში იყო აი ყველაზე ახლოს. მაგალითად მე ესეთი გამოთქმა მახსოვს მამა ჩემისგან რას ერჩით თებს ატრიალებს. აი ეს არის ჩემი საყვარელი გამოთქმა. ჩემზე ხო, რას ერჩით ბავშვ? თებს ატრიალებს. შენ რამე იყო ესეთი? ნუ აი ეგეთი გულშემატკივარი არ ვიცი. ესე იგი ორ უკიდურეს იმაში ვარ გაზრდილი შეფასებაში. აქეთ კრიტიკის ქარცეცხლი და იქით, ნუ ესე იგი რომ შენერი არ არსებობს, შენზე ლამაზი, შენზე ჭკვიანი, შენზე ესეთი, შენზე ისეთი, შენზე ესე და მე რაღაც ასაკში დავაბალანსე, მაგრამ რაღაცა პერიოდი სულ ბრძოლა მქონდა იმათ ვერ მოდი თქვენ მე მატყუებთ, ნანის ვერ მოდი რომ დამანებე თავი და ნუ მოკლედ ვიყავი ერთი, მაგრამ მამა ჩემი ნუ ნამდვილად აი რასაც ქვია ამაყი მამა იყო მამა ჩემი. აი ნებისმიერი ჩემი გამოსვლა არ არსებობდა პირველი ზარი იყო მამა ჩემს რომ აბა რაკენი დაჭექე ბანცუ. და ნუ ხო ეს იყო რაღაცა აი ძალიან დიდი ხო რა ვიცი რაღაც გოგოებისთვის გონია რომ კიდე რაღაც სხვა ფენომენია მამის ნამდვილად რა ხელა ბედნიერება, როდესაც ეს კარგია, ჯანსაღი ურთიერთობა და რა ბედნიერება როცა ყველაფერი არის ნორმალურად რა. ხო და იცი რა სულ ესეც რაღაც აღზრდის და ოჯახის ამბავია რომ სულ მეუბნებიან რომ შეიძლება და ყველაფერი ყოფილიყო უარესად. შეიძლება და მომხდარიყო უარესი, შეიძლება და საერთოდ რა ვიცი აგერ ჩვენს ოჯახშიც ჩემს ძმებს მამა საერთოდ არ ახსოვთ. ჩემს მამიდაშვილს მამა არ ახსოვს, ანუ მე ამ ხელა ასაკამდე ჩემს შვილთანაც მამა ჩემი იყო, ესეთი იყო რაღაც. ნუ ამისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. მიშა ხუჯაძე, ჩვენი პირველი მასპინძელი და ჩვენი შეხვედრების პირველი წარმდგენი. მიშა ახალი წელია, რა ვისურვოთ? უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწრებით. ჩემი სურვილი იქნება, რომ დაბრუნდეს სიყვარული, დაბრუნდეს ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს გულში და გვინდა რომ ესე ვიყოთ, გვინდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ თბილები, ვიყოთ კეთილები, დაბრუნდეს ეს გზნობა, რომელიც ნამდვილად დაიკარგა საქართველოში. მეორე რაც შემიძლია გისურვოთ, როგორც ექიმა, ეს არის ჯანმრთელობა, ნაკლები ვიზიტი ექიმთან და რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ეს დაგჭირდებათ, შევხვდეთ ისეთ პროფესიონალურ გუნდს, რომელიც არის ხუჯაძე გოგნიაშვილის კლინიკა, ბალნეოლოგიურ საავადმყოფოს ახალ მისამართი. ამ შენობაშია გაზრდილი ყველა თბილისის და საქართველოს ექიმი. აქ ტარდებოდა ყველა სტუდენტის ბალნეოლოგიური, ასე ვთქვათ, განხრით ყველა კურაცია, ანუ სწავლა.
გიორგი გოგნიაშვილი, გიორგი გილოცვა ახალწელს. რა ვუსურვოთ ჩვენს მაყურებელს? მოგესალმებით, გილოცავთ ახალწელს, გისურვებთ მშვიდობიან წელს, შეწყდეს ეს სისხლისღვრა დედამიწაზე, განსაკუთრებით უკრაინაში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარულები ვართ ჩვენი ახალი სახლით, ასე რომ. აი, როდესაც ვლაპარაკობთ ინოვაციებზე, სიახლეებზე, აი შენ რომ მკითხოს ადამიანი, აი რითი ამაყობ ყველაზე მეტ? მარტივი შედარება რო გავაკეთოთ, აი მანქანები რა, ეხლა ის მანქანები, რომელიც მე რო დავიწყე მანქანის ტარება იმ დროს რო ვიჯექი და დღევანდელი მანქანები. აი ზუსტად ეგეთი განსხვავებაა ჩვენ სფეროში, აი ამ ინოვაციებში. რაც მთავარია, რომ პაციენტებისთვის ნაკლებად ტრავმულია. ანუ სიტყვაზე თუ ადრე იმ აპარატურით გჭირდებოდა შენ რეაბილიტაცია 1 კვირა და მეტი, ეხლა მეორე დღეს პაციენტი უკვე თითქოს ოპერაციაც არ გაუკეთებია, ის ეგზობს თავს. კარგი, შემდეგი შეხვედრები რამდენ წელიწადში მოვიდეს თქვენთან? 5 წელიწადში მოვიდე? მე მახსოვს, როდესაც ნატალია წავიდა სასწავლებლად ჯულიარდში და რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრები ვართ სოციალურ ქსელში, Facebook-ში და არ დამავიწყდება ნატალიას დაწერილი. ერთი არ გატკბილებული. მეტიც არ მინდა არ გატკბილდეს. სწავლის ძირი წარი არის სპეციალში გატკბილდების და მეტიც არ მინდა არ გატკბილდეს. გატკბილდა. ხო და მე მაქვს კითხვა ნატალიკო, გატკბილდა. ძალიან. კი, აი უდაოდ და ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი. და მართლა ამაყით საკუთარი თავით, რომ აი ეგ რაღაც უმძიმესი წლები გავიარე მაინც მივიტანე ბოლომდე ნიუ-იორკში და იქ და ყოველდღე იყო ისეთი ტანჯვებიც, რეკვები, რომ ასეც ამათთან მქონდა ისე თერაპიული ისენი, რომ რაც უფრო მეც ვიწუწუნებდი და გავლანძღავდი იქაურობას და ვიტყოდი, რომ ეს რა საშინელება ამითი თითქოს ვიცლებოდი და სხვა შორის ეკამ, რომელიც აღმოჩნდა ბრძენი მაგ შემთხვევაში, ესე იგი ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი ეხა გეყოფა და ხალხი ციხეში ძლებს და შენ ასეთ პირობებში და ასეთ ქალაქში და ასეთ სასწავლებელში და სირცხვილია და გაჩერდი და იმ წუთას ეგ არ გეხმარება, ის ხვისი უბედური მაგალითები აბსოლუტურად არაფრის მომტანი არ არის, ხო? და იცი მე გამიცი რა მითხრა? დედიკო, ეხლავე აგიღებ ბილეთს და ხვალვე ჩამოდიო და მივხვდი რომ აი, ჩემი გესმის, მიხვდა და ესე იგი რაღაცა მწვანე ამინთო, რომ მე შემილია, რომ და გზა დამრჩა, რომ ესე იგი სადღაც დაუბრუნდე სამშვიდობოზე და აი ის იყო და ის რომ მივხვდი, რომ არა, მორჩა და გათავდა. ესენი ჩემთან არიან თავარი, აი რაღაც მენტალურად ესმით შენი. თუ არ გინდა დედიკო, ჩამოდი. ხო, აი ესე რაღაცა. აი ჩამოდი, რა გინახა და ხო, აი ამანი ოქრე და. ანუ პირიქით არის ყველაფერი რა. ესე ბარა. რაც გადის დრო, ბევრ რაღაცებს უფრო სხვანაირად აღვიქვავ და ბრძენდები, ხო? ასაკი ძალიან სერიოზული რაღაცა, აი ასაკს აქვს ძალიან დიდი. ნუ თუ აზროვნებ, ხა შეიძლება არ გაიზარდო და რაღაცებს ცხოვრება გასწავლის ძალიან ბევრ რამას. მე სხვათა შორის, აი რატო ვარ ბევრჯერ უთქვავთ, რომ აი ესე რატო ფიქრობ, ან შენი ცხოვრება, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში რაღაცა გადავიტანე. იმან ბევრი რამე დამანახა სხვანაირად. რა მოხდა რაღაც მოვლენებს ბევრად უფრო იოლად უყურებდი და დღესაც ესე მოდის, ვიდრე უკვე ახალგაზრდა ასაკში. ხო, იმიტომ რომ კი არ მიხარია მეც ბევრი რამე მართლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რომ არა ჩემი მშობლები და ბებიეჩემი და აი ეს გარემო, რომელმაც მე არ გამასაწყლა, როგორ არა შინაგანად მე ძალიან დათრგუნული ვიყავი, მაგრამ აი ესენი იყო, რას ქვია ხა, აბა გავაგზავნოთ ცხოვრება, მე ყველაფერი კიდევ ვფიქრობდი, ხო, ამანაც მომწ ჯერ რა თქმა უნდა ჩემი მშობლების გვერდში დგომა, მამა ჩემი სხვა შორის, რომელიც არ ჩანდა არასდროს და რაღაცნაირი უცნაური ურთიერთობა მქონდა. პერიოდული გამოჩენა იყო, მე მიდიოდა. აი ამ მომენტში, როდესაც მე დავრჩი მარტო და ბავშვი, აი იმ მომენტში იყო ძალიან გვერდში მედგა. უცბად. ხო, აი ძალიან იყო, რომ ჩემი შვილებისთვის ვთქვათ, ცოტახანი პერიოდი, მაგრამ ის პერიოდი მე ძალა მომცა. მე ალბათ მაინც სხვა ასაკში ვიყავი, მე ცხოვრება სხვათა შორის ბებიაჩემი ძალიან სხვანაირი იყო ცაბუ არა მარტო. აი ისეთი სხვანაირი, რომ აი ძალიან წინ იყურებოდა.
მაგალითად ის რომ მე უნდა კი არ ჩავკეტილიყავი და მე საწყალი ორი შვილი დარჩი მარტო და უნდა გამეზარდა ეს ბავშვი. არა, სხვა ცხოვრება მოდის. ვიღაცა შეგხვდება, ვიღაცა არ იქნება ასე რომ შენ მარტო დარჩები. მოდი თუ იცით ბებიაზე რა, ეს არის რაღაცა გენიალური ერთი წლის ვიყავი ეს ქალი გარდაიცვალა და ესეთი შეგრძნება მაქვს რომ იც ანუ ერთად ვცხოვრობთ რა. აი ყოველდღიურობაშია ეს ქალი. უყურე, თავისი ფსიქოლოგია ქონდა და ისეთი სწორი ეთყობა რომ რაღაცა ესე ახლა გითხრათ ხო მიქელაძის ქალი იყო გენაცვალე ცაბუნია და ნუ ყველაფერში რაღაცა წინ იყო ჩაცმაშიც აი მაგალითად მე ძალიან თანამედროვედ როგორ მოწონდა ეს არ იყო რომ აი ეს არ ჩაიცო რაღაც ერთხელ პალტო ნუ რაღაც მოვხდი ფერგე მაშინ იყო მეგედე ძალიან სერიოზული და იქ რაღაცა ძალიან ლამაზი პალტო ჩამოვიდა დედა გაგიჟ რა არის რაღაცა და პანაშვიძე გიჟდებოდა პანაშვიდები იყო მისი გასვლა რა და წავიდის ახლა უცბად ხო მაგრამ უნდა მე მივსულიყავი ჩვენ ის იყო უკვე ისეთი ახლობელი რომ იქ უნდა წასულიყო უფრო ადრე მე დამჯდარი იყო ეს მთელი ამბავი იყო ხო რომ იქ მე უნდა როგორ შეხო რომ იქ იჯდა და მოგძანდით ქალბატონცა თქვენ დააბძანდით აქ და ნუ რაღაცა იჯდა და თქვენ მე უნდა შესულიყავი მე ხო და მე მითხრა ჩაიცვის პალტო და შემოდი აი ეს არის ხო პანაშვიძე იმიტომ რომ ის იყო რაღაც უნდა ახლა ოღონდ როგორი იყო ის პალტო რომ ცოტა პანაშვიძე ცოტა უხერხული იყო რა დიდი პანაშვიძე ძალიან ბევრი ეგ რაზე იყო მოკლედ სადღაც თვალები დედაჩემი და დეიდაჩემი რო უფროსი გარდაიცვალა მისი მეგობრები 82 წლის რაღაცა მოდიოდნენ დედაჩემი გაგიჟდა რომ მოდიხართ დააყოლეთ სახელი და გვარი რომ მინახავთ და ამას ვიცინოდეთ აი მე მინდა რომ თქვენ მოყვათ ქალბატონანი იმიტომ რომ მე ვფიქრობ სწორედ აი დედა თქვენმა აი ჩადოა ეს ალბათ აი ეს რაღაც მთავარი ძარღვი და ეს რაღაც საერთოდ როგორც მოდის აი ეს მთელი თქვენი ოჯახობა აი აქამდე აი მომიყევით როგორი ქალი იყო აი გარეგნობით დაიწყეთ აი როგორი იყო როგორც მარტო ჩემ ოჯახში ეს არ იყო საერთოდ წესი იყო როგორ გზრდიდა ყველაფერი წესში იყო წესები იყო ჩამოყალიბებული რამდენს ეს უნდა გააკეთო ეს უნდა გააკეთო ესე უნდა ჭამო ესე უნდა დაჯდე ესე უნდა ადგე რა ვიცი ბევრი წვრილმანები და დღემდე დამჭა სხვათა შორის და ახლა შეგვეუბნება და ჩვენ ნერვები გვეშლება და ესენი ბრაზობენ ხო ჯდომა მაგრამ მე გეტყვი არა გეტყვი იცი რა ეს წესები და რაღაცა გავიგეთ და აღზდა ყველა ოჯახში ხა ყველას უნდა რომ გააის მაგრამ ჯესეთი იყო ძალიან გულღია ძალიან უყვარდა შეფასება ადამიანების კარგი აი რაღაცას მე ისი აი რამდენჯერ ამას ვთქვავს რომ რა არის ის ვიღაცა ნუ თქვათ ხო გვაქვს ჩვენ ყველას ის არა დედა დაინახე ის კაი რა აქ ახლა არა მე მაგალითად ბავშვებიცები და ეხლა ეს განწყობა ქონდა პირველ რიგში არ მახსოვს ჩემს სახლში დედა ჩემს ვინმე მომღერალი ეგინებიდოს მე არ მახსოვს მე ისე წყნარად უყურებდი ამას და სმენა ქონდა და გემონებაც ქონდა და კარგად იცოდა სად რა უნდა როგორ უნდა ემღერათ და ვიცი რომ არ მღერის კარგად თქვათ ის მომღერალი და დედა უნდა დავრეკო კარგად იმღერა დედა ძალიან და უნდა უთხრა დედა მე კიდე არ მომწონს დედა შეხო იცი რომ მე ვატყობ რომ ეს არა არ შეიძლება დედა თუ სწორად იმღერა და კარგად ის უნდა შეაქო ის გაახარე სუსტუმარი უნდა და რომ მოსულიყო ეს ხო არის არიზარებოდა ხო ანუ თვითონ უმკლავდებოდა ამ ყველაფერს დედაჩემი ეგეთები დიდ პურმარილსაც ნუ ვიღაცას მოიხმარდა მაგრამ აი სახში და დღესაც მე დამრჩა ეს ტრადიცია აი რა დატოვა ბებიეჩემ რომ აუცილებლად სახში გავაკეთოთ დაბადების დღე არ გადავდოთ რაღაცა არ წავიდეთ სხვაგან თქვენ ოჯახში აი ეს ამბავი უფრო შენზეა ხო რა თქმა უნდა ხანი არ არის სამზარეულოში არ შესულა მე მგონი არასდროს ხო არა ტრადიციებს ვაგრძელებ მე ხო
ეს ამბავი თქვენზე არის, ხო? და როგორც ჩემი დაბადების დღეზე ან ნინაობაზე გასული ვიყავი სახლიდან, მოვიდოდი გაშლილი იყოს უფრო და მოდიოდა ისეთი ადამიანები, ისეთი გაკვირვებული ვიყავი და მაძლიერი ვიყავი, რომ გახსენა, თუმცა დედაჩემი დარეკილი იყო და პატიჟებდა. ხო, უნდა და სუნანისის რაღაცა ესე ამოვნებია. აი, კარგი ნორმალური ადამიანების ირგვლივ ყოფილიყავი მე და მომღერლები პროფესიონალები კი არა. აი ეს ყველა მღერო და როგორც ახლა ყველა მღერის ხო? რა ვის უნდა გაუკვირდეს რომ საქართველოში არ მღერია თუ მღერია. ყველა მღერის გააჩნია კიდე ხო, რასაკვირველია და მე როგორც ვიცი კიდე ახალგაზრდობაში ხო? ურჩევნოდა რომ ყველა აქეთ მოსულიყო. უფრო წყნარად იყო. რა თქმა უნდა. აკონტროლებდა ვინ მოდიოდა ვისთან მეგობრობდა რა წრეები იყო, რა ურთიერთობები იყო ისე. ერთი ოთახი იყო, მეტი არ იყო. ნატალია, შენ რა გაქვს როგორ გონია? ხო? აი ამ ჩამოთვლილი და რასაც გიყვებიან თუნდაც დიდ ბებიაზე. აი რა გაქვს შენ მისი? და აი ძველი მიხდი აი ტრადიციებისა, რომელიც არის ჩადებული. არ ვიცი, იცი რა, ნუ ალბათ რა ვიცი, რაც გადმოეს ხო გადმოედინება ასე ვთქვათ. თაობიდან თაობაზე და ალბათ მეც როცა უკვე რაღაც დამოუკიდებლად უკვე ვთქვათ შევძლებ რომ სტუმრები, აი რაღაც რა ვიცი, აი ჩემი უკვე ის რომ ექნება. გაქვს სახლი შენი? ჯერ არა ველოდებით, ხო? აი ერთი სული მაქვს, რომ აი ეს დიდი პირველი რა ესე ჩვენ საერთოდ ინტერიერს ესე მაქვს. აქ დავდგავთ როიალს და მე როიალის ირგვლივ მიდის ისა რა. აი ხო არის ხოლმე რომ ტელევიზორის ამეული რაღაც არის, ჯერ არის როიალი და მე და ეხლა მე მაქვს რომ გრძელი მაგიდა მინდა. ეს ჩვენი ქალბატონი ნაძვისხე, რომელიც ნანი მიყიდა 2000 მე მგონი რაღაცა 2 წელს და არის მართლა უნიკალური ნაძვისხე, იმიტომ რომ ჯერ ერთი სუნი აქვს ნაძვის. არის ხელოვნური და თან არის მეჩხერი, ანუ არ არის აი რაღაცნაირი მოწესრიგებული ბუტკუჩა ნაძვისხეები რო არის, ესეთი არ არის, რაც უკვე ძალიან საინტერესოს ხდის 2002 წელს. ხო, და თან იცი რა შესაქმე თვითონ ნაძვისხე გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ძალიან დიდი შუა ესენია, რა ქვია მაგას, ადგილები, მანძილები. ამიტომ თავისუფლად შეგიძლია რომ დიდი სათამაშო, პატარა სათამაშო, უბრალოდ, აი ხა წელს მე მაგალითად არ ვარ კმაყოფილი ამ ნაძვისხეზე, იმიტომ რომ წითლების შემარევინეს და არ მომწონს, მაგრამ ნანის ძალიან ჯერა რომ წელს წითელია რაღაც მნიშვნელოვანი ფერი და ნუ ამიტომ ამ დეტალებს ძალიან ხაზს უსვამს და ნუ თქვი კარგი. ნუ რა თქმა უნდა რთავდნენ ნანი და ეკა, ეხლა ტექნიკური ნაწილი მე ჩემ თავზე ავიღე, ანუ სარდაფიდან ამოტანა, აწყობა, ნათურები. ეხლა ყველას ხო გონიათ რომ ეხლა ნატალია ქუთათელაძეს ამოაქვს სარდაფი და პირადად ესე სარდაფიდან ამომაქვს ყველაფერი მან გააკეთა. ნათურებით და იცი რას ვაკეთებ და ნახე თვითონ ვაბჭყიალებთ იმებს, რა ქვია, ტოტებს. აი სხვა დეკორატიული სათამაშოებით კი არა, უბრალოდ აი დეკორატიული რაღაცა ელემენტები ხო და მე უკვე დანარჩენი უკვე თან იცი როგორ არის, ყოველ დღე უცებ ნანი გავა გამოივლის, არ არის ეს აქ არ უხდება, გადაკიდებს რაღაც. მე ეკა გამოივლის, არ არის ეს აქ არა, მე გადმოკიდებს და ამიტომ სულ იცვლება, მიდი მოდის. სუფრა სულ გაშლილია მაგალითად ახალი წლების პერიოდში. ეხლა ტკბილეული მე მოვაშორე რომ ჩემო შვილმა ყველა არ შეჭამოს ერთბაშად, რასაც დაინახა, როგორც ყველა ბავშვს ხო და თან არ ვაჭმევ და ამიტომ აი შენ ისე დედა ხარ საერთოდ მის შულს რო არც კოკა-კოლა არც შოკოლადი არაფერი გასინჯული აქვს, მაგრამ ნუ აი მინიმალური დოზები და არაფერი კაი შაქარში არ არის და რაღა ჩემ შულს მე. მაგრამ თქვენი ის ცნობილი ტორტი? კრემი. კრემი მე ვაკეთებ. კრემი ძალიან უყვარს და ვერ ხვდება რომ ეს კრემი არის რაღაცა დღესასწაულო. ესე კრემი გააქვს. კრემი გავიკეთებ და მე კრემი ესე არ არის შვილო. ეკა ვიცი რომ 100 ჯერ გაქვს მოყოლილი და მილესთვისაც გაქვს გაკეთებული მასტერ-კლასი მოკითხა ჩვენს მეგობრებს. საბუს ტორტზე ხო, ბებიაჩემს ტორტია, ხო? აი ეს გადმომილოცა ასე რომ. ეკა ეს არის უბრალოდ მოკლედ რო აღვიდგინოთ, ეს არის
ბისკვიტი, რომელიც არის ამოშიგნული. ადრე ესე ვაკეთებ. ეხლა უფრო გამომარტივებ, ჭრი და ხილს ვდებ და რაღაცა. ადრე თავი ხარი დასველება და კრემი ეხლა ბისკვიტი ყველა. კონიაკში კარგად. ჩემი ტორტი არის ძალიან უშნო ბოდიშტურტი. ძალიან დაბალი, არ არის ეს რაღაცა გაპრანჭული და მორთული. ამიტომ მე ვაძლევ ამას შიგნიდან აი ძალიან ამბებს რა და მაინც ყველაფერი ჩემ გემოში და ბებიეჩემის აი ესეთი რაღაც გახსენება არის რომ აი ლიმონი ეს კონიაკი ჩაი იქ აი ამ ყველაფერს ვნამავ ოღონდ უფრო მეტად ვიდრე საერთოდ ფირფიტებს ფირფი ორი, ნუ აი ეს რაღაცა. ანუ ერთი ფირფიტა ეწყობა და ის ორად იყოფა და მე იყოფა და ის მე იდება. ხანდახან ისე ვასრულებ, რომ მე აი ეს მიბუჩდება და ნუ არის. და მე რა შემიძლია ესე ვითომ აფურჩხვის დროს ერთი. ეხლა რომ მიყუროთ, ძალიან სირცხვილია როგორ ვაკეთებ, მაგრამ თლიანობაში მე რაღაც მარტყელს დავადებ. თავია გემრიელია და კიდე აი რას ვაქცევ ყურადღება. ეხლა საზამთროსაც იშოვი ისეთი, მაგრამ მე მაქვს აი ზამთარს უხდება პორტოხალი, გაზაფხულს უხდება მარწყვი, მალინა. ეხლა მალინას შეგიძლია მაყვალი და აი სეზონური და ზამთარს სხვა შეიძლება ძალიან უხდება ნიგზიანი ტორტი. ნიგზიანი, რომელიც გატარებულია ნიგოზი და მე თვითონ ეს ბისკვიტი არის არა თეთრი, არამედ არის ყავისფერი. და აი ამას უხდება რა სხვა და უშნო და ეს არავითარი გაგიჟებული რაღაცნაირი კარაკის კრემს ვერ ვიტან, რომ მე ისე რაღაცას რო მაგრამ ეს არის მოხარშული კრემი, შერასაც ამბობ. ეკადრებათ ესე. ბოდიში. ძალიან ხორს. ამ სახლის რაღაცნაირი ჯადოქრობა და თვითონ ეს არ ვიცი ოთახები იძლევა მის საშუალებას სულ რაღაცა ტრიალებს მაგიდა იქით ტახტი აქეთ და იქით იყო სხვადასხვა ნადისხე ხანდახან ბუხართან დგას ხანდახან მე რო ადრე გადავიღე მე მგონი იქით განაწვის კი იქაც იყო აი ეს რა ჩემმა მეგობარმა გამიკეთა ეკადა დაეშალა მიაწებე კი, ყველაფერი მივაწებე. ყოველ წელს ზრება რაღაცეები და მე ვაწებებ. აი ესე, ჩვენ ვიყავით ავსტრიაში. და რამდენი 12 წლის წინ, უფრო მეტი და აი ესეთი გაფორმებული იყო სუწითელი, აი ეს რაღაც მაღაზიები და ისეთი ჯადოსნური იყო და ჩამოვედი და არ გამიკეთა იმ წელს მარინამ ეს აი ეს არის ჩვენი პუტკოჩი საყვარელი ვიღაც არ ვიცი ნანი მიყიდა და ეს არის ჩვენი საყვარელი ეს რაღაც მოტყდა ეს პატარა ჯოხი მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან საყვარელი თქვენი აზრით აი მაგალითად თუნდაც თქვენს მაგალითს აი რა არის საწინდარი მერთმა ჯამრთელად გამყოფოთ სულ ჯამრთელად და აი კარგად აი სხვადასხვა ასაკში შესვლის რა არ უნდა იბოღმობოდე მოკლედ გიგიტა არ უნდა ბრაზობდე და არ უნდა გეზიზღებოდეს ხალხი აი რას ვაკეთებთ როგორი ცხოვრების სტილი იცით რა მე მაგალითად ახალგაზრდობაში ვერც არ ვაკეთებდი არ ვარჯიშობდი მაგრამ რაღაცა პერიოდში იოგა ხო 3 წელიწადი და თავზე ვიდექი თავზე ხო და ამ იოგამ ძალიან გამიმაგრა ისინი იოგები ვიცი რამდენი წისაც ვარ არა ახმამაღლა ვერ ვამბობ გული მისკდება ძალიან მაგრამ საერთოდ დამოკიდებულება მაქვს მგონია რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ და კარგად ვაზროვნებ და კარგად ვიმახსოვრებ ყველაფერს ბოლო ხანებში დავიწყე ვარჯიში ლოგინშივე ვარჯიშებ. არა, იმიტომ რომ ვთქვათ, რომ ქალბატონ ნანისთან სახლში არ არის ლიფტი. და უნდა ამოხვიდე მესამე სართულზე და ქოშინით და ისე შემეშინდა. სხვაჩოს მეც არა მაქვს სახლში ლიფტი და ბევრი მეწუწუნება ხოლმე. ნუ ძალიან სამართლიანად, მაგრამ მე ვამბობ, რომ ერთის მხრივ კარგიც არის, იმიტომ რომ ჩვენი ვარჯიში არის, მაგრამ მე საერთოდ ახალგაზრდობიდან სიარული არ მიყვარდა.
არ მიყვარდა ფეხით სიარული. არა, ადრე კი მე მახსოვს პეტერბურგში რო ცხოვრობდი, ახლა სასტუმროში ნევის პროსპექტზე ფეხით მივდიოდი ბოლომდე და მოვდიოდი. ის მერე არა. ნანის მამა, ხო? ჩვენი დიდი ბაბუა გარდაიცვალა 93 წლის, ყველა კვილი თავისი ქონდა. არაფერი არ აწუხებდა. აი მართლა იყო ჯანმრთელი ესეთი ხო რაღაცა თავისთავად და ჩვენ აი აბსოლუტურად ესეთი თვითყოფადი გადასარევი რაღაცნაირი კაცი იყო. ერთი ქალბატონი იყო ძალიან ესეთი ლამაზი და აღმოჩნდა რომ ვიკითხეთ ვინ არის ეს ქალბატონი, ნანი თქვა რომ უიო ესო ესა და ეს არისო და რამდენი წლის არის? ნუ მე მგონი მართლა 100-ის იყო. ნუ თუ არა 99 თავის ფეხით მოვიდა, თავის ფეხით წავიდა და ძალიან შთამბეჭდავი იყო ამქალ და ნანის ვკითხე რომ ნუ რანაი აი რა ქნა ახლა ამისთან ამ ქალმა რომ ამ ასაკში ესე არის თქო და გამომხედა და არც ქმარი ყავდა და არ ჩვილები. ანუ არც ნერვები არ მოუშლია. ძიძი ხარ შენ დატვირთული თუ ხარ დატვირთული და განცდებში ხარ, მაშინ ბერდები და ამათ ყოფობები გერდა თუ არაფერზე არ დაიჭირე და ეს კარგად არის. დედაჩემმა თქვა შვილი არ ყავდა და 6 დები იყვნენ და ერთი ძმა ესე იგი დედაჩემის მხრიდან. დიახ. კარგად ცხოვრობდნენ და თავიანთი მამული და ისინი ყავდათ რა ქვია გუვერნანტკები და რაღაცები. გაიზარდა როგორც აკაკი წერეთელი იყო გაძეძებული ასე ყავდათ ყველა გაძეძებული. გაჩენდა რა 7 შვილს მაგრამ ნუ ერთ-ერთი ხო ერთ-ერთი გოგოლა ხო არ ყავდა არ ქმარი ყავდა ყველას ყავდა შვილები ხოლო დედაჩემს ყავდი მე ერთი დანარჩენი 2 და 3 იყვნენ და ყველას ესე და იმის დაიჭირეს ის დაიჭირეს ბიჭები იყვნენ ძალიან ბევრი რაღაცა ეგეთი დედა მე მადლობთ აზრაში და რა კარგად ცხოვრობ არ ქმარი მყავს ყველაზე გვიან გარდაიცვალა ხო იმიტომ გარდი არ ქონდა ხო გარდი ხო რა შეიცვალა თქვენთვის პროფესიონალებისთვის და რა შეიცვალა პაციენტისთვის? პირველ რიგში გავიზარდეთ როგორც ექიმები, გვაქვს უფრო მეტი გამოცდილება, უფრო მეტი ცოდნა და შესაბამისად პაციენტისთვის ის შეიცვალა, რომ ყურადღებას რომელსაც არასდროს არ ვაკლებდით, უფრო გამყარებულია ჩვენი ცოდნით, არის ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო, გავიზარდეთ როგორც ტექნოლოგიურად, ასევე გამოცდილების თვალსაზრისით და ამიტომ დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მყავს საქართველოში. თათია, რა შეიცვალა აი მაგალითად 10 წლის მანძილზე თქვენთვის პროფესიონალებისთვის და რაც თავია პაციენტისთვის? პირველ რიგში ჩვენ როგორც პროფესიონალები გავიზარდეთ, სხვანაირად მივუდექით გარკვეულ გამოწვევებს თანამედროვე მედიცინაში, შევცვალეთ ჩვენი მუშაობის ტაქტიკა, შევისწავლეთ უფრო მეტად ახალი ტექნოლოგიები, რაზეც მოთხოვნილება იყო პაციენტების მხრიდან, თუნდაც იგივე შეივერით ოპერაციებზე, ლაზერით ოპერაციებზე, სინუსებზე, ენდოსკოპიური ოპერაციები და რაც ყველაზე მთავარია, პოსტოპერაციული პერიოდი გავხადეთ პაციენტებისათვის უფრო მარტივად გასავლელი. თუნდაც ცხვირის ოპერაციების შემდგომ ის მოარული ტამპონებზე აზრი, ეს უკვე აღარ არის, ტკივილი ფაქტიურად არ არის და ასევე ტონზილექტომიის შემდგომაც სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ სისხლდენის რისკი ნაკლები ყოფილიყო, ტკივილი ნაკლები ყოფილიყო და ეს მარტივი გავხადეთ პაციენტისთვისაც და ჩვენთვისაც მუშაობის თვალსაზრისით. მე ვარ ნატო ვაშაკიძე, ხუჯაძე გოგნიაშვილის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი. ამ კლინიკაში ვმუშაობ მისი დაარსების დღიდან და ზუსტად 10 წელი, თუმცა ამ გუნდის, ვინც აქ ვართ, წევრი ვარ ჩემი კარიერის დაწყებიდან დაახლოებით 20 წელია და ახალი კვლევის მეთოდები, რომელიც ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც შემოვიტანეთ, ეს არის სუნთქვის კვლევა, ეს არის თქვათ აუდიომეტრია, რომელიც სხვაგანაც კეთდებოდა, მაგრამ სხვა აპარატურით და ეხლა უკვე ახალ კლინიკაში უკვე უფრო და უფრო ფართოვდებით, ვაღრმავებთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პაციენტის ჯანმრთელობა. ეს ყოველთვის იყო, ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება. არასდროს არ შეიძლება ეს ტენდენცია. მე და ჩემი მეუღლე მოვილაპარაკეთ, რომ
მე ვტოვებ სცენას. და კი, ეს ეკა იყო პატარა. და დავიწყე პედაგოგობა ფორტეპიანოს. ერთი წელი. წარმოუდგენელი. ხო. რა მოხდა? და ორერაში მღეროდი მაშინ. და რაღაცა მოხდა ისეთი, რომ რობერტი მოვიდა ჩემთან და მერაბის თან მქონდა საქმე, რომ ერთი კონცერტი მოსკოვში გვაქვს ძალიან დიდი კონცერტი და უნდანიოთ არაფრით არ შეიძლებაო და ერთი კონცერტზე შენც წამოდიო და მე კი ბატონო გამოუშვიო. გამოუშვიო. ნებართვა. ხო და წამომყვარასე თუ აქ ქონდა საშუალება კი დადიოდა ჩემთან ერთად. ძალიან დიდი წარმატება იყო. როგორც ვიმღერე და დიდი ტაშებით გამოვედი და ის იდგა მერაბი არ ვიცი გაბრაზებული იყო თუ კვალოფილი იყო და რომევეძე მითხრა არა გოგო ასე არა შენ უნდა იმღერო. ეს მოხდა და დარჩი. დარჩი და დარჩი. სცენის წინ ღელვა სულ არის ვიდრე გამოხვალთ. მიყურე თუ არის დიდი კონცერტი და შენი სოლო კონცერტი არა მე სულ ნერვიულობ. მაგრამ მე ხო გეხსნე. არა მაშინ დაჯექი სახში და იმღერე შენთვის. ხო ზოგი არა ეს გასვლის წინ არის ღელვა როგორც კი გადიხარ და პირველ სიმღერას სიმღერებ მე თანდათანობით შედიხარ როლში შეიძლება რაღაცა და იზიდავ მაყურებელს ძალიან მიყვარს მე მაყურებელი ისეთი კარგი მაყურებელია თუ კარგად ვღერი როსეკვილი აკეთებ შესაქმეს კარგად ის შენია უკვე მონუსხავ ხო როდესაც აი შენ ხვდები რომ აი ბოლოსაც მოიყვანე ბოლოში აი როგორც აი ესეთი ოჯახი აი კარგი ოჯახი სიყვარული აი ასე ვარ არ გვიშვებდნენ მახსოვს მე და ეკა და ნატალია და არ გვიშვებდნენ ვიცი მე ვარ ნამყოფი ესეთ კონცერტებს როგორ მღეროდით იცი ქართულ სიმღერებს ჩვენი იმერული რაღაცა და ჩემი დირექტორს კესმენა ქონდა და აქედან მეუბნებოდი ქართულად ეს ილო ბანი მითხარი ასე ხმამაღლა და იქიდან თავისი მე და მოუყვე ღელვასთან დაკავშირებით სულ პირველი კონცერტი იყო ჩემი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ნანი სხვა შორის ისე გავაკეთე რომ ამას გასტროლები ქონდა და მე ძალიან გამეხარდა რომ ნანი არ იქნებოდა დარბაზში იმიტომ რომ კიდევ უფრო მე ნერვიულებდი ამიტომ ეს ჩემი პირველი ესეთი სერიოზული კონცერტი ჩავატარე მარტო. მარტო არა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩემი ახლობლები იყვნენ და მუსიკოსები. მაგრამ ამ მაინც დავეკითხე, რა თქმა უნდა, კაცო ვეკითხებოდი, რომ რაღაც როგორ იქნება და ეს მეუბნება. ნუ იღელვებ, აი პირველ სიმღერას რო იმღერებ, ცოტა ინერვიულობ. მე მეორეს და მე წავა. ისე ვიმღერე პირველ კონცერტს 18 სიმღერა რომ კანკალი მქონდა მეჩვიდეთენზეც. ვერაფერი ვერ გედა ისე გავბრაზდი რომ რა მატყუას ეს კალი რატო არ მეხსნება. ეხლა რა თქმა უნდა ისე და პირველი იყო ჩემი ეს ჭყლინტი ვიყავი და რა თქმა უნდა აი ეხლა ჩემ დავიჩემე ეს ასაკი, მაგრამ როგორ არა გამოცდილება ასაკი ხო? გამოცდილება როგორ არა მაქვს, ეხლა მომეცა ბევრად და უფრო ბევრად თავისუფალი ვარ, უფრო ზუსტად იმ პირველი, უკვე როგორ მეხსნება, იცი, პირველი ორი ფრაზა და მე უკვე ვიწყებ, რომ აზრი მაქვს. ნანის უმეუბნება, რომ იფიქრე ტვინით და არაფერით სხვა იმით თავი უნდა მუშაობდეს. როგორც სიმღერა შეიძლება მექანიკურად არავით არ შეიძლება. ანუ უნდა იყო კონცენტრირებული ამ სიმღერაზე და ტვინი უნდა მუშაობდეს, ხო? და ჩვენ ეს გენეტიკურად ნატალიას არა რა კარგია რომ გადაწყვეტილგან წავიდა, რომ რა სიტყვები, იმიტომ რომ არა, ნუ ძალიან იშვიათად, მაგრამ სიტყვები მე ძალიან მოვიწყება, ნანისაც ავიწყდებოდა, მაგრამ ეხლა უკვე უფრო აი პროფესიონალიზმი ეს არის, რომ სხვა რაღაცებს იღებს, სხვა რაღაცით მიდიხარ აკეთებ ეგება ფრაზა მაგრამ მე მგონი მაინც გააჩნია არ ვიცი ჩემს შემთხვევაში შენ რა რო ესე მემღერა რა კარგი იქნებოდა არა მე რას ვამბობ იცი ნანი რომ მაინც გააჩნია თქო
აბა შენი ხელა სიტუაციას რა. ხო, შენ რო კი არ ვაკნინებ, მაგრამ აი თუ რაღაცა კორპორატიული საღამოა, სადაც შეიძლება იყოს სუფრაც, ეს არის. რაღაცა რასაკვირველია ნაკლებად უღელა. ხა თუ ნაკლებად არ ითვლება. წნევა. აბა წნევა მე მიკვირს ეხლა გაკეთე რაღაც. აი მე რას ვამბობ, იცით რომ მე თქვენ როგორ შეგედრებით, მე ნებისმიერი გადაცემის წინ. როგორ გადაცემაც ეს სულ არის. ნერვიულს. ხო რა. აბარა წინაღამის არ მძინავს. არა, იმიტომ რომ ყოველთვის ერთი და იგივე ხო არ არის. მაგრამ მე თემები, სტუმრები, სიტუაცია, რა ვიცი, ყველაფერი. მაგრამ რამხელა პასუხისგებლობა, როცა შეხარ მუსიკოსი, როცა შეხარ მომღერალი. პასუხისგებლობა თუ გაქვს, უკვე რამხელა ამბავი და აი შესაბამისად ღელვა არის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი. აუცილებელია. აი ნახე მე ესეთი ისა მაქვს ჩემთვის, თუ ფიზიკურად კარგად ვარ, ნიშნავს რომ აი 80% ღელვის უკან არის. თუ ვიცი რა ზუმღერი, ანუ მზად ვარ, 90% უკვე ესე იგი ჯიბეში მაქვს რა ღელვის, მაგრამ ის 10% პირიქით ხანდახან მეხმარება, ადრენალინია, რომელიც რაღაცა სისხლის მიმოქცევა, აი უფრო ისე ხარ რაღაცნაირად უფრო კარგად. აი მიგრძნია რომ ის ღელვა, რაც ნორმალური ღელვა, ის კი არა ხარ რომ პანიკური შეტევა დაგემართოს და ამალი დალიო ყოფილა რაღაცები რომ მაგრამ აი უფრო რთულია ჩემი დაკვირვებით, მაგალითად აი კონცერტი როდესაც არის და ერთი ნომრით გამოდიხარ. ეს საიდან გაქვთ ხალბატონონი? ესეთი გემოვნება, ესეთი თვალი. არიცის რა არავინ მაინც არ იცის როგორ კარგად გამოიყურებით. არა იცი, არა ვიცი. ო არა. ცდილობ ყოველ შემთხვევაში, ყველა ცდილობს. ეხლა სხვათა შორის ძალიან კარგი გოგოები დადიან. ძალიან მობილიზებულები არიან, გალამაზებულები არიან. ოღონ ყველანი ერთმანეთს გავს. ოღონ ლამაზები არიან. ვარცხნილობაც ერთნაირი, სულ ერთი ფერის. რაღაცა, მაგრამ ეტყობათ, რომ ცდილობენ, ეს ძალიან მომწონს. მე მახსოვს თქვენი ცნობილი ექსპერიმენტები და სულ ველოდებოდით აი შემდეგ კონცერტზე ხალბატონი ნანი რომელ ფერს ყვითელიც იყო, წითელიც იყო თეთრიც იყო. ხო იცით ეს რაღაც საოცარი არა და ამბავი იყო, რომ აი ეხლა მე მგონი რომ კიდე რაღაცები ძნელია. ხო, ვიცი რომ კიდე ჩასაფრებულები არიან და რამდენ ჩაიცა და როგორ ჩაიცა. ხო, მაგრამ ხო ახერხებდი. არა, ოღონდ ეს მართლა გასაოცარი იყო, რომ თვითონ იტყოდ, არა, იცი ხა რა მინდა, მე მინდა ყვითელი. ხო? როცა პატრიარქის დაბადების დღე იყო და ასაღაი 4 იანვარის მახსოვს და თამუნამ შეუყერა ინგორო. ხო, თამუნა ინგორო ყავს. შესანიშნავი კაბა დღესაც გვაქვს. ჯაბასი იყო ის. ჯაბასი იყო ბორდოსფერი. სულ ვცდილობ რომ ამის რაღაციდან გამოვიდე და ჩემი ვთქვა. მე ეს ჩემი უკვე ნატალია გამოვიდა სულ სხვა არაჩვენი სრულიად სხვა. ხო, სხვა, რომელიც ღმერთმა ისეთი რაღაც საჩუქარი მომცა და გაჩნდა ეს ბავშვი რომ მას ხმა მისცა, მას უფრო მასშტაბურია, უფრო სხვანაირია, უფრო სხვაგან წავიდა, ამიტომ აი რაღაც მთელი ამბები ხდება ჩვენ ამ სამ ტრიოში, ხო? და მე მართლა ბედნიერია, ჯერ როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, რომ აქეთ ეს დედა ჩემია, ასე, აქეთ ნატალია, ხო? და ერთმა ჰამბურგიდან იყო ჩამოსული ძალიან სერიოზული არ ვიცი, მსმენელი იყო და რომ მოგვისმენთ, თქვა, თქვენო ისო, ახლა ბოდიშს ვიხდი რომ ამას ასე ხმამაღლა ვამბობ. მე მგონი მსოფლიო რატო არ გიცნობთ მსოფლიო, რა ვიცი, მეთქე გაგვიცნობს. მე რა დავიწყე ნანისთან და ეკასთან ერთად გამოსვლა. აი მართლა ვგრძნობდი, იცი რა, აი ნუ ნანი თავისთავად იწყებდა და ნუ რასაკვირველია ძალიან დიდი გამოხმაურება, რაღაცა ემოციები. მე ეკა გამოდიოდა და იცი როგორ შეგრძნება ყო, ვა, ნახე შვილიც რაღაცა და მე კიდე შვილი და აი და ნუ გიждდებოდნენ და არის ეს რაღაცა, იცი რა, უფრო შოუს რაღაც ელემენტია, როცა მარტო ერთ ოჯახში ხა სამნი რომ ღერით, თუმცა რაღაცა საქართველოში ეგ დიდად ეს არის რაღაცა დიდ საკონცერტო მოღვაწეობა, ესე არავის არა. მეგობრებო, რა ვისურვოთ? 2026 წელს რა ვუსურვოთ? მე მინდა რომ რაც მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს, ადამიანებს და მინდა რომ რა ვიცი, რაღაც საახალწლო სურვილები, ქალბატონი. ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას უსურვებ
პირველ რიგში დაწყნარებას, მშვიდობას, სიყვარულს, გაგებას ერთმანეთისაც და ჯანმრთელობა პირველ რიგში. ჯანმრთელობა და აი დანარჩენი დადგეს ფეხზე ჩემი ქვეყანა აყვავდეს. აყვავდება ნამდვილად. საქართველო. ხო მე მინდა რომ აი როგორც მე განვიცდი, ყველა განიცდის, რასაკვირველია, ყველას უყვარს თავისი ქვეყანა, მე ეჭვიც არ მეპარება და მინდა რომ ჩემი ქვეყანა ესეთი უნიჭიერესი ხალხი, ესეთი პატარა ქვეყანა და ლამაზი ქვეყანა, ლამაზი და მდიდარი მიწა, რომელიც ბადებს ძალიან ნიჭიერ ადამიანებს. ამათ ხელის შეწყობა ჭირდება და ღმერთო, ნუ გადაშენდება ჩემი ხალხი. მეც 2026 წელი იყოს მშვიდობის, სიყვარულის, დამშვიდების, ერთმანეთის სიყვარული, უფრო მეტად გამოგვეხატა ადამიანებს სიყვარული, ვიდრე დღეს არის. აი ეს ამას ძალიან ვინატრებდი ამას და მაინც რაღაცების მჯერა რომ 26 წელი ეგება კიდე უფრო უკეთესი იყოს და ამ იმედით მე მინდა რომ ვიცხოვრო ეს კიდევ ერთი წელი ჯანმრთელობა რა თქმა უნდა და ჩემი ოჯახის წევრების კარგად ყოფნა. მე თქვენ გისურვებთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ჯანმრთელობას, იმიტომ რომ თუ იქნებით ჯანმრთელად, იქნებით მშვიდად და თუ იქნებით მშვიდად, იქნებით ბედნიერები. მახსოვს შენი გამოხედვა შენი შავი თვალები მეკითხარი მიყვარხარო შენ გირად მემალები ყოველ ღამების იზმრება ეგ შენი დაღალები ეგ შენი დაღალები თუ ეს გული დამორჩილა და თუ ეს გული გამიძელებს ყოველდღე შენს არაკმლისი მე მოგიტანყვავინებს ჩემს სიყვარულს მხოლოდ შენ და ჩემი გული გაიგებს ჩემი ბედნიერი 2026 წელი მეგობრებო და ყველა სურვილს უერთდები და მე კი გისურვებ ბევრ კარგ ადამიანს თქვენს ირგვლივ.